ჯო ვილსონმა ქართული ოცნების წინააღმდეგ ახალი წინადადება მოამზადა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ქართული კოშმარის არაღიარების შესწორების წინადადება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯო ვილსონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესწორება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას უკრძალავს. აღნიშნული წინადადება წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს. არც ერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არც ერთი ფედერალური სახსრების გამოყოფა იმ მიზნით, რომ აღიაროს ან რაიმე ფორმით სხვაგვარად იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში ქართული ოცნების მეთაურობით მოქმედი მთავრობის აღიარება. ნათქვამია შესწორებაში. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი მეგობარი აქტის კანონ პროექტის ავტორია, თუმცა როგორც დემოკრატებმა კონგრესმენმა სტივ კოენმა 11 სექტემბერს ჰელსინკის კომისიაში განაცხადა, სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ მეგობარ აქტს. ამასთან გუშინ ჯო ვილსონთან შეხვედრა გამართეს ამერიკაში ვიზიტად მყოფმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა. ჯო ვილსონის ახალი ინიციატივა განსხვავებული შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ივანიშვილის კოშმარის, ქართული კოშმარის არაღიარების დებულების შეტანა ამ აქტში ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში და დასავლეთში საერთოდ არასოდეს არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმს, ამიტომ ერთ-ერთი გზაა იმისთვის, რომ ამ ლეგიტიმურობის კრიზისიდან ქვეყანა გამოვიდეს, ამ ჩიხიდან გეოპოლიტიკურად ქვეყანა გამოვიდეს, არის ამ სისტემის დემონტაჟი. ივანიშვილის პირობებში ეს სისტემა არასოდეს არ იქნება ლეგიტიმურად აღიარებული არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფოს დასავლურ რესპუბლიკასთან და რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებს მიერ. ჯო ვილსონი არის ოქროს კაცი. აშკარად უყვარს ძალიან საქართველოს და ადრეც მოკნათქვამი როცა ჩამოვა საქართველოში ხარი უნდა დაუკლა. იმდენად მომწონს ეს კაცი. რაც შეეხება იმას, რომ ქართული ოცნება იძახს, რომ ლობისტია, ჯერთი ამერიკაში ლობისტობა სულაც არ არის შეურაცხყოფელი რამ. ეს არის ლეგალური საქმიანობა. მე არ ვიცი ვის ლობირებს, ან ვის არ ლობირებს. მე განცდა მაქვს, რომ ის უბრალოდ პატივს ცემს საქართველოს და მისთვის სულ ერთი არ არის რა მოხდება საქართველოში. ამ ფორმულირების ჩამატებით სიტუაცია რა თქმა უნდა მძიმდება. შესაბამისად, ფაქტიურად იმ შემთხვევაში, თუ ამ ფორმულირებით მოხდება ამ დოკუმენტის მიღება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან მისი ხელმოწერა, რა თქმა უნდა გაფორმდება საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის იზოლაცია, იქიდან გამომდინარე, რომ შეიზღუდება დაფინანსება და რა თქმა უნდა შეიზღუდება დიპლომატიური ურთიერთობები. მილიონიანი კონტრაქტი არის დადებული ასეთი აქტივობებისთვის და ამას რაღაცნაირად გამომუშავება სჭირდება. ასე რომ ესეც ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას, როგორც საინფორმაციო ხმაურის ჰქონდათ ხო ვცდილობ გავიხსენოთ, თორე ერთი 2 წელი მაინც არის, თუ წელზე მეტია, რაც მეგობარი აქტი ეგრეთ წოდებული, მტრული აქტი, ასე ვთქვათ, ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში და ბოლოს ვინაიდან საბოლოოდ გაირკვა, რომ ასე ვთქვათ, მზის შუქს ვერ იხილავს ეს აქტი, ახლა რაღაც ახალი იდეა მოვიდა, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გამომუშავებული იქნას ის დაფინანსება მილიონიანი კონტრაქტი. ასე რომ ერთადერთი მიზანი აქვს საინფორმაციო ხმაური და თან ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. ხედავთ კონგრესმენ ვილსონს, ხედავთ იმ ერთ-ერთ ჟურნალისტს, აზერბაიჯანული გვარით კიევის მედიის თანამშრომელი, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს. ამ ადამიანის თვითონ ეს კონსტრუქციაც კი აჩვენებს, რომ არის ჩვეულებრივად დაქირავებული რუპორი, რომლის დანიშნულებაც არის ასეთი საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შეხვედრებს აგრძელებენ. პარტიის ლიდერები სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სენატორ ჯიმ რიშსა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის სენატორ ვიკერის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ლიდერების განცხადებით სენატორებთან საუბრისას განიხილეს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობის საკითხი, ივანიშვილის რეჟიმის კავშირები კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან და პოლიტიკური პარტიების საკითხი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ განცხადებაში იყო აღნიშნული, ამაზე თანხმდება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეუძლებელია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვა, სანამ ქვეყანაში არის პოლიტპატიმრები და სანამ ივანიშვილის რეჟიმი იღებს ავტოკრატიულ გადაწყვეტილებებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვისთვის.
და აღდგენისთვის აუცილებელია რეჟიმის ცვლილება. ოცნების რეჟიმი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, გაატარებენ თუ არა ისინი დემოკრატიულ რეფორმებს, შეერთებული შტატები გადატვირთავს მათთან ურთიერთობებს და ახალი სუფთა ფურცლიდან დაიწყებს პარტნიორობას, რაც შეუძლებელია კიევიდან ვაშინგტონამდე ყველა საუბრობს ძალიან სამწუხარო ქართულ სცენაზე, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რაც ვერ მოახერხა პუტინმა სამხედრო სპეცოპერაციით, გააკეთა საარჩევნო სპეცოპერაციით. ნაცმოძრაობის ლიდერები უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ დონალდ ტრამპს და ძალიან დიდი სიხარული და აჟიოტაჟი ჰქონდათ, როდესაც 2020 წელს მან ვერ გაიმარჯვა და მის თაობაზე სერიოზული განცხადებები გააკეთეს ნაცმოძრაობის ლიდერებმა. დღეს მათი წარმომადგენლები არიან ჯონ რუსელთან ერთად და ლაპარაკობენ ამის საპირისპიროს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის გარკვეულწილად ერთი გუნდი და ჯო ვილსონი არის ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც ამ გუნდს მართავს ამ მეთოდით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის და ბრიუსელშიც ვიზიტი ემსახურება ამ ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე ეს დესტაბილიზაციის გეგმა სცენარი განხორციელდეს. თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 2 კვირა რჩება. ოპოზიციის ნაწილი ამერიკაშია, ნაწილი ბრიუსელში, ნაწილი კი ბერლინში. ის რომ ნაცმოძრაობა და მისი ფილიალები არიან თავიდან ბოლომდე დამოკიდებულები უცხოელებზე, არაერთხელ დამტკიცებულა და ეხლაც მტკიცდება იმით, რომ 2 კვირით ადრე ჩადიან თან საჯაროდ, თან რეკლამას უწევენ ამ ჩასვლას. ისინი მიღებულობენ მონაწილეობას, ისინი ჩადიან უცხოეთში, ანუ ნიშნავს რომ ლეგიტიმაციას იქიდან ელოდებიან და ისინი ვინც აანონსებენ ძალადობრივ აქციას და რევოლუციას, ისინი ჩადიან ასევე საჯაროდ უცხოეთში. ანუ ორივე მხარე ვინც იღებს მონაწილეობას და ვინც აცხადებს ბოიკოტს, ჩადიან უცხოეთში და იღებენ დირექტივებს იქიდან. ანუ არჩევნებში როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა და რევოლუციური სცენარები როგორ უნდა დაგეგმონ. ხედავთ რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე მეოთხე ამერიკაში, ვაშინგტონში არიან. ხედავთ რა ვის ხედავენ ისინი, როგორც ჯგუფებს, ვისაც უნდა ესაუბრონ, არა ქართულ ხალხს, არამედ თავის უცხოელ მფარველებს და დავალებების მიმცემებს. ასე რომ ეს მათი მგზავრობაც ამ მხრივ უნდა აღუდგინოს. ეს რადიკალური ოპოზიციური ძალები საკუთარ სასიცოცხლო ასე ვთქვათ ძალას ეძებენ არა საქართველოში, არა ქართულ ხალხთან, არა ამორჩეველთან და ნაცვლად ამ ყველაფერს ესენი დაიარებიან უცხოეთში, დაიარებიან იქ, საიდანაც იღებენ ერთი მხრივ დავალებას, იღებენ სასიცოცხლო რესურსებს და ასრულებენ, ყოველ შემთხვევაში ცდილობენ შეასრულონ ის განკარგულებები, რომელსაც მათი უცხოელი პატრონები აძლევენ. საბედნიეროდ ქართული ხალხი ჩვენი საზოგადოება და ხელისუფლება რა თქმა უნდა არ მიცემს არც ერთ ძალას, გარე ძალას იმის უფლებას, რომ არალეგიტიმურად ქვეყნის ხელისუფლებაში კვლავ დააბრუნოს აგენტურული მარიონეტული მთავრობა. ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ბაზა ამ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მცირდება. ეს არის მათი უგუნური პოლიტიკის შედეგი. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, რომ ისინი სწორედ არჩევნებამდე დარჩენილ რამოდენიმე დღეში სწორედ დასავლეთში არიან გადახოცილები. ისინი, ვინც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას და ისინიც, ვინც არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას. ერთი რამე უნდა იცოდეს ყველა წასულებმაც და აქ დარჩენილებმაც. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტავენ საქართველოს ბედს და ეს კიდევ ერთხელ ამ არჩევნებზე დადასტურდება. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $16 მილიარდ მეტი შეადგინა, რაც წინა წელთან შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით მეტია. $2025 წლის 8 თვის მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაიზარდა 6.7%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 9.7%-ით. ექსპორტი ძირითადად გაიზარდა ცენტრალური აზიის ქვეყნების, ასევე ბულგარეთის მიმართულებით, რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს. მნიშვნელოვანეს და შეინიშნებოდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის
მიმართულებით, ასევე გაზრდილია ძვირფასი ლითონის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი, ძირითადად ბულგარეთის მიმართულებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 8 თვის მონაცემებით გაიზარდა მინერალური და მტკნარი წყლის და აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი. იანვარ-აგვისტოში გაზრდილი როგორც მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელი, ისე გაზრდილია ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი $2 მილიარდ გადააჭარბა, რაც კარგია, ბუნებრივი ეხმარება ეკონომიკურ კურსს და ეკონომიკური სისტემების დაჩქარებას. ეს აჩვენებს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი პოლიტიკის სისწორეს. მაშინ, როდესაც დაღმასვლა არის ყველგან, ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას ბევრი ევროპული ქვეყანა, აქვს გამოწვევები ეკონომიკის მხრივ, საქართველოს ეკონომიკა იზრდება. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ არ დაუჯერეთ ყველაფერში ბრიუსელს. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეთა საზღვრები და ასე შემდეგ, საქართველოში 10%-ზე მეტი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა. ისეთი იმაზე მეტი ვიდრე იყო პანდემიის დროს და დაახლოებით საერთო ჯამში ჩვენ შედეგი გვექნებოდა 90-იან წლებს. აი ასე ცივსისხლიანად ჩვენი ადამიანების მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფით გვაგდებდნენ ეკონომიკური კრიზისის უფსკულში და დიდი ალბათობით გვაგდებდნენ ახალ ომში. მაშინ, როდესაც ბრიუსელი მოგვიწოდებდა ესკალაციისკენ რუსეთთან. ასე რომ ეს ეკონომიკური შედეგები არის შედეგი იმისა, რომ არ დაუჯერეთ ბრიუსელს. ქართული ოცნების თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა მუსიკალური ვიდეო რგოლის საზოგადოებას ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წარუდგინა. ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას. ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რაცაც ყოველ ნაბიჯზე ხვდებით. ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციაა, როდესაც ხვდები ქუჩაში ადამიანებს, გამოხატავენ მადლიერებას, გამოხატავენ თანადგომას, მხარდაჭერას. როგორც გითხარით, ეს ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს პირადად მე და ჩემს თანაგუნდელებს, რომ გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს ქალაქზე და გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს თანაქალაქელებზე. ორგვირაში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაიწყება ახალი ეტაპი ჩვენი დედაქალაქის განვითარების, რასაც ყველანი ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით, დარწმუნებული ვართ, რა თქმა უნდა. და მას ადასტურებს წარსული გამოცდილება, რომ კახა კალაძის ხელმძღვანელობით შემდეგი 4 წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და ამ ყველაფერში კახა კალაძის მინდა წარმატებები ვუსურვო, ჩვენ წარვადგენთ ხოლმე არჩევნების წინ, ეს არის ერთგვარი კულმინაცია საარჩევნო კამპანიის, ჩვენ საარჩევნო კლიპებს, მუსიკალურ კლიპს და ამ შემთხვევაშიც ეს ტრადიცია გრძელდება. მე მინდა გადავხადო მადლობა ზაზან ოზაძეს, რომელიც არის ამ კლიპის სულისჩამდგმელი და ავტორი. და რომელმაც შექმნა ძალიან თბილი გოლი, მუსიკალური ვიდეო რგოლი, რომელსაც საფუძვლად დაედო ლეგენდარული გოგი ცაბაძის გენიალური სიმღერა და არის არაჩვეულებრივი ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია. ეს არის სიმღერა სიგეთით სავსე ქალაქს და ჩვენს ქალაქს, ჩვენს დედაქალაქს შირდება მეტი სიგეთე ყველა თვალსაზრისით. და დარწმუნებულია, რომ შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან ბევრი სიგეთით სავსე ჩვენი დედაქალაქისთვის. მადლობა ჩვენიერი ინიციატივისთვის, რომელსაც დღეს ყველა ერთად ვნახავთ კლიპის სახით. დასრულების ფაზაში გადადის წინასაარჩევნო კამპანია. ყველა ხედავს ქვეყანაც და რაც თავარია ჩვენი დედაქალაქი ხედავს, ვინ არის საქმით მოსული და ვის აქვს საქმიანი გეგმა, ვინ ფიქრობს ქალაქზე და თანამოქალაქეებზე. და ვინ ფიქრობს, ვისი აზრები ცოტა სხვაგან ტრიალებს. ამიტომ ფიქრობ, რომ ის განწყობები, რომელიც დღეს გვაქვს მთლიანად ქვეყანაში, განწყობები, რომელიც არის ჩვენს დედაქალაქში, აჩვენებს, რომ უალტერნატივო არის კახა კალაძის გამარჯვება. ჩვენ ვთქვით, ჩვენი მიზანი პირველივე ტურში კახის გამარჯვება და ყველა მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში შესაბამისი გამარჯვება და უმრავლესობის მოპოვება. ასე რომ წარმატება კახის და ყველა ის გეგმები, რომელსაც ეს პერიოდია ვისმენ, დარწმუნებული ვართ, მომავალ 4 წელში ყველაფერი ასრულდება. უნდა წარმოგიდგინოთ ლეგენდარული გოგი ცაბაძის მართლაც რო გენიალური
მართლაც რო კლასიკური სიმღერის ჩემო თბილის ქალაქოს რემიქსი ჩემთვის როგორც რიგითი თბილისელისთვის, როგორც ამ ქალაქის შვილისთვის, აი ეს იყო უდიდესი პატივი. როგორც ეს ადამიანები პოზიციონირებენ, მოკლევადიანი პროექტები იყვნენ ამ პარტიისთვის. მოკლევადიანი პროექტს აქვს დასაწყისი და აქვს დასასრული. მადლობა მათ გაწეული შრომისთვის, მაგრამ არც თეონა აკუბარდიაზე დგას ეს პარტია და არც დიმიტრი ცქიტიშვილზე. არ ვარ დაინტერესებული ხანდან საუბედში. ის რომ გახარია ზოგადად ვერ იტანს გუნდურ მუშაობას, დადასტურდა მაშინ, როდესაც ის გადადგა ისეთ მომენტში, როდესაც პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადამდგარიყო, პირიქით მობილიზება გაეკეთებია ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით და იმის შემდგომაც არაერთხელ გამოჩნდა თავისივე წევრები გადააგდო, ზოგი პარტიულ სიაში არ ჩასვა, ზოგი გუნდიდან გარიცხა და ასე შემდგომ. ასე რომ ეს განცხადებაც მოულოდნელი არ არის. ეხლა ამ ადამიანთან ერთად გუნდური მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ეს ჩვენი თავში სახლი ნამდვილად არ არის ეს გახარიამ და მისმა გუნდმა იფიქროს. ჯერ სად არიან სხვა წევრებიც განიცდიან იგივე ამ ცხვირაბზუებულ დამოკიდებულებას გახარიას მხრიდან ვადა გასულებად გამოაცხადა ახლა მისი პარტიის ყოფილი წევრები, რომლებიც წამოწეული ყავდათ სახეებად, მოლაპარაკე სახეებად მათ შორის. ეს არის რაცით რომ ვინც ღალატის აქტში მონაწილეობაში ერთვება, ყველა შედეგი არის ეს უბრალოდ გრადაცია არის. ამ შემთხვევაში აკუბარდიას და ცქიტიშვილის შემთხვევაში ეს ხელი შეიწმინდეს და ვადაგასულები უწოდეს. შემდეგი დონის დრო დადგება და ბოლოს გახარიაზეც მისი დავალებების მიმცემები, ვინც ღალატი ჩაადინინა, ხელს შეიწმინდავენ და ისევე მიაჩოჩებენ, მიატოვებენ, როგორც ახლა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შვიდად იხდის თავის საჩოს. ღირებულებების არქონის პირობებში გაერთიანებულ აი ამ ადამიანებთან ეს გასაკვირი ნამდვილად არც არის. ზოგადად ხანმოკლე პროექტები არა მხოლოდ ეს პირები, არამედ თვითონ ეს პარტიაც არის, რამე თუ ღალატის გარშემო საკუთარ სამშობლოზე სიძულვილით გამსჭვალული აი ეს დიაგრამა მას შეიძლება დიდხანს პოლიტიკურ სპექტრზე